ანსამბლში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროთ ჩვენ პირდაპირ ეთერში მინისტრის მოადგილე ვლადო გალობლიშვილი მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონ ლადო, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. კრიზისი, რომელიც თითქმის 2 წელზე მეტია გრძელდება ანსამბლში, უკვე მესამე დირექტორის გადაყენებას ითხოვენ ანსამბლის წევრები. რას ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს პრობლემები? უფრო მასშტაბური პრობლემები ხომ არ არის და აქ არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი და თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ მარტო თემურ ქორიძის დაბრუნება თანამდებობაზე აღარ არის მათი პირობა, ისინი სხვა ქორეოგრაფების ჩანაცვლებასაც მოითხოვენ. უფრო ცალად მოგვიყევით ამის შესახებ. გამარჯობათ, პირველ რიგში ცოტას დავაზუსტებ. ამ შემთხვევაში ეხლა გაჟღერდა ეგ პოზიცია, რომ ითხოვენ ბატონი ოთარ მიქელაძის გადაყენებას. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება მეხუთე დირექტორის გადაყენებასთან. აქამდე 4 დირექტორი ანსამბლის ისტორიის მანძილზე გადაყენებულია სწორედ ამ გზით საპროტესტო აქციები და ეხლა უკვე საქმე გვაქვს მეხუთე დირექტორის გადაყენების მოთხოვნასთან. აი, რას ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ აკაკი ძნელაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა დღეს ჩვენ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები. მიიჩნევთ თქვენს, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული ანსამბლის წევრები? არის. მე ბატონი აკაკი მაინც პოლიტიკოსია, მე ცოტა სხვა სფეროს წარმოვადგენ და ვეცდები არ გავაკეთო, ახლა მსგავსი რამ მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ახლა ზუსტად ინფორმაცია. მე გეტყვით ერთ რამეს. ანსამბლის წევრების პოზიცია იყო, რომ მათ უნდოდა თემურ ქორიძესთან ერთად რეპეტიციების გავლა, ცეკვების დადგმა და ითხოვდნენ ამას. ჩვენ გუშინ წინ შევთავაზეთ, მათ ამ შეხვედრას ესწრებოდა ქორეოგრაფიის მეტრი, მაგალითად ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, თენგის ურთმელი და სუხიშვილების ყოფილი სოლისტი და ლეგენდარული მოლაპარაკების მაგდასთან დაჯდომა არის სურვეს. ჯერ მივედით და შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო. მივედით იქა მაგიდასთან არ დასხდნენ ელემენტარულად მთელი საათნახევარი მე ვიჯექი ისინი ფეხზე გვაგდნენ თავზე ესე ვლაპარაკობდით მიუხედავად ამისა ჩვენ არ შევთავაზეთ გეტყვით პირველი ჩვენ შევთავაზეთ რომ ნიშნავდით თემურ ქორიძის დირექტორის მოადგილედ ვაძლევდით ქორეოგრაფიის კურირებას და მათ შორის ვაძლევდით ძირითადი ანსამბლის კურატორობას ვაძლევდით სხვა უფლებამოსილების გასტროლების დაგეგმვას მოსამზადებელი ჯგუფების საქმიანობის წარმართვას მათ ესე ვთქვათ ქორეოგრაფიული პოლიტიკის ჩამოყალიბებას ერთი ეს შევთავაზეთ და მეორე ოღონდ ამ შემთხვევაში მაინც სამხატვრო საბჭოსთან სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით უნდა ემოქმედოთ მაგრამ მეორე ესე ამბობენ რომ ჩვენ არ გვაწყობს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმება ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ შემთხვევაში მე ვუთხარი თქვენ თუ გინდათ რომ ბატონი ქორიძემ დამოუკიდებლად იმოღვაწეოს და არ შეუთანხმოს არავის მის მოღვაწეობა აქაც მეორე ვარიანტი შევთავაზეთ ჩვენ მას მოვიწვევდით მოწვეულ ქორეოგრაფად ინოვაციურ მიმართულებებში და მას ექნებოდა წლის განმავლობაში რამოდენიმე ცეკვის დადგმის უფლება მაგრამ ეს არ არის სტაბილური სამსახურის ანსამბლის ადვოკატის პოზიცია რომელიც გუშინ თოქ-შოუ დიალოგში დააფიქსირა მაყურებელმა არის ის რომ ეს არ არის სტაბილური საქმიანობა მოწვეულ სპეციალისტს შეუძლია წლის განმავლობაში რამდენიმე მაქსიმუმ 3 ცეკვის დადგმა. ზოგადად წლის განმავლობაში ანსამბლში იდგმება 5 ცეკვა და აქედან 3 თვის დადგმდა, ესე იგი უმრავლესობას ის დადგმდა და 5-ზე მეტი მაინც არ იდგმება წლის განმავლობაში. მე გეტყვით, სტაბილური ზოგადად ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. მაგალითად, დირექტორი და დირექტორის მოადგილე ანსამბლში ინიშნება აჭარის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. არც ის არის სტაბილური. ამ შემთხვევაში და რას ვამბობ, ჩვენ მას თავაზობდით რომ მოვიწვევთ იქნებოდა მოწვეული ქორეოგრაფიის ინოვაციურ მიმართულებაში დამოუკიდებლად გასაგები ამ შემთხვევაში თუ შეიძლება დამოუკიდებლად დადგამდა ცეკვებს არავინ არ ჩაერეოდა არავინ აბსოლუტურად ეს მათი დადგმული ცეკვები იქნებოდა ანსამბლის საგასტროლო და ისე საკონცერტო პროგრამაში და ანსამბლი პლუს უზრუნველყოფდა მათ ფორმები და კოსტიუმებით. ეს შევთავაზეთ, ამაზეც ვარიგვით ეს და ქორიძემ თქვა, ესო სასაცილოა მსგავსი რამ არ მომხდარო. მე გეტყვით, არ იწვევენო ძირითად ანსამბლშიო ქორეოგრაფებს. როგორ არ იწვევენ, თქვა ბატონ თემურს არ ახსოვს. მე როგორც ვიცი, ილიკო სუხიშვილმა სწორედ ენვერ ხაბაძე მიიწვია მაშინ სუხიშვილების ანსამბლში თავის დროზე და მოწვეულმა ქორეოგრაფმა ენვერ ხაბაძემ ლეგენდარულმა ქორეოგრაფმა დადგა იქ აჭარული. ასე რომ ხდება ქორეოგრაფების მოწვევა, ვინც არის ძლიერი და ჩვენ მას ამას თავაზობთ. გასაგებია თქვენი პოზიცია და შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ანსამბლის წევრები ამ მოლაპარაკებაზე, ამ შეთანხმებაზე არ მოდიან და მათ განაახლეს შიმშილი. ანუ ისინი რა არის გამოსავალი ამ მდგომარეობაში? ეს ყველაფერი შემდეგ მე გუშინ შევთავაზეთ დოკუმენტი გაუგზავნე. წერილი და ამ ვალდებულებს ყველაფერს ვიღებ. არა აქვს მნიშვნელობა. დიახ, წერილი გაუგზავნე. მიუხედავად და ბოლოს მე გეტყვით ისინი რას ითხოვენ? ისინი
ითხოვენ, თემურ ქორიძეს უნდა მივცეთო ქორეოგრაფისა და რეპეტიტორების დანიშვნის უფლება. ეს რას ნიშნავს, იცით? დღეს ანსამბლს ყავს თავარი ქორეოგრაფი და რეპეტიტორები, ესე იგი ისინი ითხოვენ, რომ ეს ხალხი გაყარეთ სამსახურიდან, არ მაინტერესებს რა მიზეზი და იმ გაყრილი ხალხის ადგილზე დანიშნოთ ჩვენი ხალხი. აი ამაზეა პრობლემა სწორედ. და ამას ბუნებრივია ჩვენ რომელიც კანონის შესრულება გვევალება, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ადამიანს, რომელსაც სამსახურში არაფერი არ დაუშავებია, იმის გამო, რომ თემურ ქორიძეს ის კაცი არ მოწონს, ის კაცი გავაგდო სამსახურიდან და მის ადგილზე დავნიშნო ქორიძეს მიერ მოწონებული პიროვნება. ეს იქნება არაკანონიერი, არასამართლიანი და არამიზანშეწონილი და ამას ხელისუფლება არ განიხილავს, ვინმეს მოთხოვნით ხელისუფლება ერასოდეს ვერ განიხილავს იმას, რომ თემურ ქორიძეს ან ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნით უკანონოდ გავათავისუფლოთ ხალხის სამსახურიდან. ეგ არის გამორიცხული. გასაგებია, თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა მდგომარეობა შევიდა ჩიხში. ფაქტობრივად არ არის გამოსავალი. 40-მდე ადამიანია 2 თვის 32 ადამიანი 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა პროტესტის ფორმებს მიმართავენ. რატომ არ მიდის სამინისტრო ამ შემთხვევაში დათმობას და რატომ არ არის თანახმა, იმიტომ რომ მათი მოთხოვნით თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ 4 დირექტორი უკვე შეცვალა სამინისტრომ. რატომ აქვს პრინციპულად თემურ ქორიძის კანდიდატურას ასეთი მნიშვნელობა? მე ვერ გავიგე რატო დათმობა ჩვენ თავაზობ დირექტორის მოადგილეს, რომელიც ესე ვთქვათ გაუყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციას და ნაწილი ფუნქციები მიაქვს დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და ამ დირექტორის მოადგილეს გაცილებით მეტი ხელფასია, გაცილებით მეტი უფლებამოსილებები გააჩნია ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელს და კიდევ თავაზობთ რომ იქნება მოწვეული ქორეოგრაფი დადგამს ცეკვებს. არ იფიქროთ რომ ეს დათმობა არ არის. იქ არის ანსამბლში მეორე ჯგუფი, ვისაც საერთოდ არ უნდა თემურ ქორიძის იქ მოღვაწეობა, ამიტომ მივდივართ ამ დათმობებზე, მაგრამ გეუბნებით, ეს ხალხი არ მოდის შეთანხმებაზე იმ მიზეზის გამო, რომ ისინი ითხოვენ დაახლოებით 4 ადამიანი სამსახურიდან გაგდებას და მათ ადგილზე მათ მიერ მოწონებული. არა, ამას გვიწერენ ისინი. არა, ისინი ამას გვიწერენ განცხადებაში. თემურ ქორიძეს რაც შეეხება, თემურ ქორიძეს ამოიწურა ხელშეკრულება, ეს იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ვადა. კი, მაგრამ სისტემატიურად განახლდება ხელშეკრულებები, ეს არის სტანდარტი და განსაკუთრებული მიზეზი თემურ ქორიძის შემთხვევაშიც არ ქონია სამინისტროს, რომ ის ადამიანი სხვა ადამიანის ჩანაცვლებდა. რა, მაშინ რატომ გაათავისუფლა სამინისტრო? თემურ ქორიძეს გავიდა უფლებამოსილების ვადა. ამ დროს ისინი ითხოვდნენ მოქმედი დირექტორი ჭოლაძის განთავისუფლებას, მოხდა ჭოლაძის განთავისუფლება და ამ დროს უკვე ამასაც ვადა ჰქონდა გასული, ხოლო როცა და ახალი დირექტორი მან თქვა რომ მე არ მინდა ქორიძესთან ურთიერთობა, უკვე მათ კონფლიქტი ჰქონდათ. ახალმა დირექტორმა ანსამბლთან კონსულტაციები არ გაევლო და ანსამბლისთვის მისაღები თუ მიუღებელი კანდიდატური ერთპიროვნულად დაიწყო. კანონი არ ითვალისწინებს, კანონში არ წერია რომ ანსამბლთან უნდა გაეროს კონსულტაცია, კანონში წერია. კი, მაგრამ როდესაც შემოქმედებით კოლექტივზეა საუბარი, შემოქმედებით კოლექტივზეც ვრცელდება კანონი, მათ შორის როგორც სხვა კოლექტივზე. კანონი არის მოქმედებს თანაბარ დროსა და სივრცეში. მოქმედებდეს ჩემზე და არ მოქმედებდეს ხელოვანებზე ესე არ წერია. კანონში წერია სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორმა უნდა წარუდგინოს მინისტრს ნიშნავს მინისტრი. მაგრამ არ ფიქრობთ რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება დღევანდელი კრიზისი? იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ანსამბლი, რომელსაც თვეების განმავლობაში უკვე არაფერი გაუკეთებია, მოცეკვავეები შიმშილობენ იმის ნაცვლად რომ სცენაზე იდგნენ ცეკვები დადგას, ეს არის პირდაპირ შეგეცვა დასვით. მე ვფიქრობ უკვე ალბათ მივდივართ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, ყველა რაც შეგვეძლო შეთავაზება გავაკეთეთ და ამის შემდეგ უკვე ჩვენ აღარ ვაპირებთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, ამის შემდეგ აღარ მივიღეთ ქმედითი ნაბიჯები, მაშინ არა გეტყვით. ამის შემდეგ უკვე არის რომ წელიწადში ანსამბლს 3 კონცერტი უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაარღვეს ბიუჯეტის კანონს, რადგან ინდიკატორი ვერ შესრულდება. ამის შემდეგ ამ კვირაში თუ არ მოხდება უკვე ამაზე შეთანხმება, ჩვენ უკვე სერიოზულად განვიხილავთ რომ ანსამბლში აღარ გაგრძელდეს კრიზისი და ანსამბლმა გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება და ვიფიქრებთ რა გზებით გავაკეთოთ ეს. კონკრეტულად ჯერ არ გვაქვს მომფიქრებული, მაგრამ უკვე ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორ ფიქრობთ, კრიზისი იქნებოდა თუ არა ამოწურული იმ შემთხვევაში, რომ ქორიძე სამინისტროს პირველი მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა თანამდებობაზე და კონფლიქტი გაგრძელდებოდა თუ არა? თუ კი თქვენ ყისიერად მიიღებდით რეაგირებას. ქორიძის იქ დანიშვნა ეს არ არის სამინისტროს კომპეტენცია, ეს არის დირექტორის კომპეტენცია. გასაგებია, დირექტორს რომ გაეგზელებინა ხელშეკრულება. წინა ხელისუფლებიდან განსხვავებით დღეს არ ხდება ის, რომ მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე წყვეტდეს სად მინდა ენიშნოს. მაგრამ დღეს უკვე მივიღეთ შედეგი რომ სამინისტრო ვერ დავაკმაყოფილებთ, იმიტომ დირექტორი როგორც კი ახალი მოვიდა, მან წარმოადგინა ახალი კანდიდატურა და ის დავნიშნა და ეხლა ის გაგვეგდო და სხვა დაგვენიშნა არასწორია, ხოლო
ეხლა უყურეთ, ეხლა მარტივად გეტყვით. მე შევთავაზე. საინტერესო დირექტორის პოზიცია. თქვენ რამდენად ხშირად გადიხართ მასთან კონსულტაციას? იცნობს რამ წავეთ დგას საკითხი. როგორია მისი პოზიცია? გეტყვით, მე ერთ რამეს გეტყვით მარტივად. მე შევთავაზე მათ ეს წერილი, ვთავაზობ 2 დღეში მომაწოდეთ თქვენი წინადადებები, ვთავაზობთ კიდე თემურ ქორიძის შეხვედრას, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს და სანაცვლოდ ისინი კიდე აგზელებენ დაიწყეს დღეს შიმშილობა. იცით რა არის? სოციალურ ქსელში ეს საკითხი ძალიან აქტიურად განიხილება და ერთ-ერთი რომ კომენტარების დავინტერესდით მოკლედ კომენტარები და აღმოჩნდეთ რომ თქვენ ძალიან აქტიურად შეერთეთ ერთ-ერთ პოლემიკაში და იქ იყო ესეთი მოსაზრება ერთი აქტიური ჯგუფის კონკრეტულად ქართული ოცნების აქტივისტების მხარდამჭერების მოსაზრება იყო რომ მთავრობას არ ქონდა მკვეთრი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და სწორედ მთავრობა არის ამ კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი ბრალეული მხარე. ნუ იცით რა არის, როცა ხელისუფლება ხარ და გადაწყვეტილებას იღებ, იქ მაინც მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აქვს უმაღლეს საბჭოს და მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვს, აბსოლუტურად ერთიანი პოზიცია აქვს უმაღლეს საბჭოს, მთავრობას და მათ შორის ბატონ მურმან დუმბაძეს. ისიც იყო ამ საქმეში ჩართული და პირადად მურმან დუმბაძემ ჩვენთან სამინისტროს შეთანხმებით შესთავაზა თემურ ქორიძის 2 კვირის უკან მთავარი ქორეოგრაფობა ანსამბლში, თუმცა თემურ ქორიძემ როგორც მთავარ ქორეოგრაფობაზე თქვა ვარი, ისე დირექტორის მოადგილეობაზე ვარს გვეუბნება და ისე მოწვეულ ქორეოგრაფობაზე ვარს გვეუბნება. ყველაფერზე ვარს გვეუბნება. მცდელობა რომ დირექტორთან გეწარმოებიათ მოლაპარაკება, ეგ დირექტორს მიიღო ეს გადაწყვეტილება და მთავრობის ჩარევა და სამინისტროს მონაწილეობა ასეთ. დირექტორი ამ საქმეში არის ჩართული, მაგრამ მე გეუბნები, დირექტორმა წარმოადგინა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. ეს ხალხი დაუნიშნეს. არ ქონდა მოსაზრება მოსმენილი ანსამბლი როგორ მიიღო ამ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში შემოქმედებით ადამიანებზე არის საუბარი და შედეგზეა, რომელსაც შემოქმედებითი კოლექტივი ქმნის. ამ შემთხვევაში არის თუ არა მნიშვნელოვანი ჯგუფის მოსაზრება იცოდე. პასუხისმგებელი არის მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელი. დირექტორმა დანიშნა მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელი. შედეგზე პასუხს აგებს სამხატვრო. თუ არ გაიმართება დაგეგმილი 3 კონცერტი, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტით, რა თქმა უნდა, ყველა აგებს ამაზე პასუხს, როგორც დირექტორი, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი. თუმცა ადამიანების შიმშილი არ უნდა დაგვავიწყოს, ლადო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკიდურესი ფორმა. მე მესმის, მაგრამ ეხლა როდესაც შიმშილობ იმის გამო, რომ აქ რეალურად შიმშილობა მიდის იმის გამო, რომ ისინი ითხოვენ 3-4 ადამიანი გააგდეთ სამსახურიდან და მას ადგილებზე დანიშნეს ჩვენს მიერ მოწონებული ხალხი. რასაბუთებთ ამას? არა, მარტივად გეუბნებით, იმათმა წარმოგვიდგინეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერენ, მთავარი ქორეოგრაფები და რეპეტიტორები უნდა მოხდეს თემურ ქორიძის მიერ, უნდა მოხდეს მათი წარდგენა და შემდეგ დანიშვნა. მაგრამ მე მათ შევეკითხე და უთხარი, კი, მაგრამ როგორ მოხდეს ეს ხალხი უკვე დანიშნულია, ესენი მეუბნებიან. კი რა დანიშნული, მაგრამ ჩვენ მაგხალხთან არ ვითანამშრომლებთ და ჩვენ გვინდა მხოლოდ ჩვენს მიერ წარდგენილი ხალხი იყოს ანსამბლში ამ პოზიციებზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ მათ მიერ წარდგენილი ხალხი უნდა დაუნიშნოს, მაშინ ესე უნდა გავათავისუფლოთ. გასაგებია, მაგრამ თავის დროზე ისევ მივდივართ, პრობლემა არის ის, რომ თავის დროზე თემურ ქორიძეს არ გაუხამძლივეს კონტრაქტი და შედეგად მივიღეთ დღეს რა რეალობაც გვაქვს. თავის დროზე აქ იყო კონფლიქტი. სექტემბრის თვეში ქორიძესთან და ჭოლაძესთან შედგა შეხვედრა, ერთ რამეს გეტყვით. ჩვენ ორივეს უთხარით. კონფლიქტი არის და აქ ხარ თქვენ ორივე დამნაშავე. ან კეთილს ინებებთ და ორივე ერთმანეთში მოაგვარებთ ურთიერთობებს. ან ორივე სამინისტროს მიერ დანიშნული და ანსამბლს ამ დროსაც ყავდა საკუთარი კანდიდატი, რომელიც არ გაითვალისწინა კაჭარის. იყო ანსამბლის ანსამბლს ყავდა საკუთარი კანდიდატი, სამწუხაროდ სახელმწიფო არ მახსოვს. ყავდა რომ აუცილებლად მოგაწვით მე სახელს დაგორს. მე ყოველ შემთხვევაში ანსამბლის საკუთარი კანდიდატი არ აქაც კანონის ზარღვევა ყავდა რა ეხლა. ეს ანსამბლის დავანება, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ დირექტორს ნიშნავს მინისტრის წარდგინებით დაჭარის მთავრობის თავმჯდომარე. რაც ქვია ანსამბლს ყავდა. მაშინ მინისტრი რა თქვინდა აქ და მთავრობის თავმჯდომარე. მაშინ დანიშნოს ანსამბლს. ეს თუ კანონია, ეს თუ ბიუჯეტია და ესა სახელმწიფო ორგანიზაცია, იქ ისე უნდა მოხდეს. კაცის დანიშნა როგორც კანონი თვალისწინებს და არა ისე. დაიქნება რა, როგორ განვითარდება მოვლენები? ძალიან მოკლედ რა. რას უნდა ელოდოს სამინისტრო? მე გუშინ ჩავაბარე ეს წერილი, ველოდები მათგან 2 დღეში პასუხს. თუ კი არ მიიღებ პასუხს. თუ ისინი წამოვლენ ამაზე შეთანხმებაზე შევთანხმდებით, თუ არა და გეუბნებით მომავალი კვირიდან უკვე დავждებით ჩვენ და ერთად მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ იმის გამო რომ ანსამბლმა გააგრძელოს ნორმალური გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული. იმ კვირის დასაწყისში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება და აჭარის ანსამბლი განაგრძობს ფუნქციონირებას. იმის პარალელურად და იმის მიუხედავად რომ მოცეკვავეები განაგრძობენ შიმშილობა იმის გამო რომ სხვა გავაგდოთ სამსახურიდან იქ დაინიშნოს მათ მიერ მოწონებული კადრი, ეს არის არასწორი და ვერანაირი შიმშილობა ვერ გვაიძულებს იმას რომ ხალხი უკანონოდ გავათავისუფლოთ სამსახურებიდან. გათავისუფლება და სიცოცხლის საფრთხე ერთი და იგივე ამ შემთხვევაში კანონი უნდა შესრულდეს
და გათავისუფლება შიმშილობის მოტივით სამსახურიდან აი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ მოხდება. ეს არ შეიძლება, იმიტომ კანონი უნდა შესრულდეს. კანონი მაგრამ თქვენ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო ადამიანი და ადამიანის უფლებები. დღეს საუბრობთ უკვე კანონის რა უფლება ირღვევა? დიახ, ადამიანის უფლებები, მაგრამ ის რომ ეს 3 რეპეტიტორს გავათავისუფლებ და ის არ არის რომ ის უფლების დარღვევა, როგორ შეიძლება ვიღაცის შიმშილობის გამო აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაათავისუფლოს სამი ადამიანი სამსახურიდან. მოკლედ დავალოდებით მომდევნო კვირაში ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ამიტომ გავართ ესე მკაცრ და სერიოზულ პოზიციებზე. კაი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. შევახსენებ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, განვაგრძობთ გამოშვებას.